თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესები გრძელდება დღეს 11 პირის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულოვას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჭუკისა და ირაკლი ქერაშვილის პროცესი გაიმართა. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. პროცესზე სინდისის პატიმრებმა მათედევიძეს, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წელი და 6 თვე შეუფარდა, ხარდაჭერა გამოუცხადეს. სიტყვით გამოსვლისას 21 წლის დევიძეს კომიკოსმა ონისე ცხადაძე მიმართა და უთხრა, რომ მას წვდიათში სინათლის ძიება არ მოუწევს, რადგან თავად არის სინათლე. ზოგადად გუშინდელს რაც შეეხება, გუშინდელი თქვენი გადაწყვეტილება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა სიზამთ ამ პროცესზე. ანუ თქვენ ციხეში გაუშვებთ კიდევ ყველაზე არ ვიტყვი, ერთ კონკრეტულ ადამიანზე ვიტყვი, მათეზე პატარა ადამიანს კიდევ აქ გვიზის ერთი ადამიანი. ლუკა ჯაბუა. მე მათეს მინდა უთხრა, რომ არ არსებობს არც ერთი წვრიადი, სადაც შენ სინათლის მოძებნა მოგიწევს, იმიტომ რომ შენაირი ადამიანები არიან თავად სინათლე და თქვენ გაანათებთ ყველაფერს და საერთოდ ეს ქვეყანა არც მოსამართლის არის, არც პროკურორის, არც ჩემი არ არის, ეს ქვეყანა არის თქვენი თანატოლების, ლუკას ქვეყანა არის ეს და თქვენზე პატარების არის კიდე ეს ქვეყანა, თორე ჩვენ უკვე რაღაცა მაინც 29 წლის ასაკში რო ვამბობ სამწუხაროა, მაგრამ იმდენი რამე გავიარეთ უკვე ესე მგონია მე პირადად 60 წლის კაცი ვარ უკვე და. ონისე ცხადაძემ სასამართლოს სისტემის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა მოსამართლე და ყველა პროკურორი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, იგივე მუხლით გასამართლდება, რითაც ახლა სინდისის პატიმრებს ასამართლებენ. ყველა მოსამართლე, ყველა პროკურორი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს, დაჯდება ერთ დღეს აქ და ზუსტად იმ მუხლით, რა მუხლითაც ჩვენ გვასამართლებენ, ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულით, მურუსიზე და ჩინჩალაზე იქნებიან ორგანიზატორები და მაგით გაასამართლებენ. ეს მოხდება ასე. ეხლა აცილებას და მე საერთოდ აი ბოდიში და გული მერევა უკვე ამ პროცესებზე, ამ რაც ხდება ქვეყანაში, ვითომ 21 წლის ბიჭს რო ციხეში უშვებ, რისთვის და რა მოტივით და თან ისე სწრაფად გადიხართ მე სასამართლოდან, ისიც კი არ გინათ რომ რაღაცა უკმაყოფილო შეძახილები მოისმინოთ იქიდან, თითქოს სამართლიანი არ იქნებოდა ის. სასამართლო დარბაზში პირადად მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა რეზო კიკნაძემ და ჰკითხა, თუ რას უპასუხებს შვილიშვილებს, როცა ისინი ამ პერიოდის შესახებ შეეკითხებიან. გუშინ მაგალითად 21 წლის სრულიად უწყინარი პატიოსანი ნათელი სპეტაკი უდანაშაულო ახალგაზრდა დაიჭირეს და 20 წელიწადნახევარი მიუსაჯეს. ან თქვენ მინდა კითხოთ ქალბატონო ნინო, როდესაც წლების შემდეგ შვილიშვილები კითხავენ, ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ბედი რომ წყდებოდა, ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა და თავს წირავდა ამისთვის, შენს სად იყავი მაშინო, რას უპასუხებთ? ხელს უშლიდი ამაშიო და სამშობლოს მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ციხეში უშვებდიო? არა უშავს, ადრე თუ გვიან მათი აქედან გავა და თავაწეული გააღებს ციხის კარებს. და აი თქვენ რო გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არა მარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო, თქვენ არავინ დაგაფასებთ ასე, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, თქვენთვის არავინ გააფსებს სასამართლოს ეზოებს და თქვენზე არავის აუჩუყდება გული. და არ გეგონოთ რომ არ მოგეკითხებათ იმ უკანონობის გამო, რასაც გადაწყვეტთან, რაც გადაგიწყვეტიათ. ეხლა სხვა საკითხი და მათეს მინდა უთხრა, რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ჩვენ აუცილებლად წამოვდგები და ერთმანეთს წამოვაყენებ და იმ გიტარაზეც აუცილებლად ერთად დავუკრავთ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც, მისი თქმით, მანამ სანამ ქვეყანაში ობიექტური სასამართლო არ იარსებებს, მუდამ არეულობა იქნება. ეს სასამართლო სისტემა შეიქმნა წინამთავრობის დროს, გადასარევად გვახსოვს ყველას რა ხდებოდა წინამთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს და იმის მაგიურად, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ, სახელები და გვარებიც არ შეუცვლიათ. ზუსტად იგივე სახელები და ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზე არის დამოკიდებული დღეს ადამიანების ბედი. ეს არ ვიცი, ძალიან ცუდი არის პირველ რიგში სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში ადამიანისთვის არის, რაც თავარია ადამიანისთვის და მე უკვე სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ თუ სასამართლო არ იქნება ობიექტური, არაფერი არ იქნება ობიექტური და ქვეყანაში იქნება სულ არეულობა. ამიტომ მე მგონია, რომ დღევანდელ დღეს
ბედს წვეთს წვეთენ გამბედავი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ნაბიჯით გაბედონ და ისეთი ნაბიჯი გადადგან. ამ შემთხვევაში არ გულისხმობთ თქვენ ბატონო მოსამართლე, თუმცა თუ გინდათ იგულისხმეთ თქვენი თავი, ზოგადად დღევანდელი დღე არ დამოკიდებული გამბედაობაზე და გამბედავ ადამიანებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მათე დევიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. ადვოკატების არგუმენტით გალუსტაშვილის მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ამიტომ ის 11 პირის საქმეს არ უნდა განიხილავდეს. თქვენს მიერ გუშინ მიღებული განაჩენი არის ის ობიექტური ახალი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო განაჩენი მიიღეთ 21 წლის მათე დევიძის მიმართ. 4 წლით და 6 თვით გაუშვით ის ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის. თქვენ ბატონო მოსამართლე, ამ განაჩენით ფაქტიურად გახდით პოლიტიკური მარცხაჯულების ინსტრუმენტი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ფაქტიურად ყველა სივრცეში და ყველა საზოგადოებრივ მოცემულობაში არის რეპრესიები. თავად სასამართლო სტომათა დარბაზში ვხედავთ და არა მხოლოდ დარბაზში, არამედ მის კედლებში ვხედავთ მომეტებულ ძალადობას და თქვენი გადაწყვეტილებით ამ ყველაფერს ხელი შეუწყეთ. თქვენ გახდით პირდაპირ მონაწილე ადამიანების დასჯის უკანონოდ უსაფუძვლოდ. ამასთან ერთად თქვენი მოქმედებები გახდა ჩვენთვის დაცვის ხარისათვის განჭვრეტადი, რაც ბანგალურის პრინციპების, რომელიც მოგეხსენებათ სასამართლოს უმთავრესი პრინციპებია, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი. არც ერთი ეს კომპონენტი ამ შემთხვევაში დაცული არ არის. თქვენი მოქმედება, რომელიც გუშინ განახორციელეთ სტომათა დარბაზში, სწორედაც რომ ის ახალი ფაქტობრივი გარემოებაა, რომელიც დაცვის მხარეს აფიქრებინებსო სამომავლო პერსპექტივაში, თქვენ არ იქნებით ობიექტური, თქვენ შეაფასებთ ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში, რადგანაც ეს ადამიანები სინდისის პატიმრები მტკიცებულებების გარეშე სამართლდებიან. მე არ მინდა თუ ყველა წვიმაზე კიდევ ვილაპარაკოთ, ეს წვიმანი ძალიან დამსხვილდა უკვე და თქვენი აცილება უნდა მოხდეს სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ თქვენ პირველი გამოცდა ჩააბარეთ. ჩააბარეთ ის გამოცდა, რომ მათეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეთ და გაუშვით. თქვენ ხართ ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელობად გამყოფოთ, მე პიროვნულად თქვენთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, მაგრამ როგორც მოსამართლე თქვენ უვადოთ არ ახარ დანიშნული, გამოსაცდელი ვადით ახარ დანიშნული და ეს გამოსაცდელი ვადა ნიშნავს იმას, როგორ ჩააბარებთ, მათესთან ჩააბარეთ. ეხლა 11 სინდისის პატიმრთან დაკავშირებით როგორ ჩააბარებთ და შეიძლება არ დაჭირდეს 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა და თქვენ უვადოთ დაინიშნოთ. ამიტომ თქვენ აცილებული უნდა იყოთ ამ საქმიდან, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას. ეს ჩანს უკვე, თუნდაც იმაზე ბატონო მოსამართლე, რომ კონვეინური სისტემით დღე-გამოშვებით ჩაგვინიშნეთ პროცესები. აცლია ბუნებრივი არის უსაფუძვლო და არ უნდა მოყოფილდეს. მადლობა. კარგი, სასამართლო მოისმინა აცილების შუამდგომლობა, როგორც ასევე ბრალდების ხარის პოზიცია, მიაჩნია, რომ წარმოქმნილ შემთხვევაში დაცვის ხარის მიერ გაჟღერებული შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ არის დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 11 სინდისის პატიმრის დღევანდელ პროცესზე პროკურატურის 4 მოწმე დაიკითხა. მოწმის სახით პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი დაიკითხა, რომელიც საქმეში ვალერი თეთრაშვილის დამკავებელი პირია. მისივე თქმით, თეთრაშვილის პირადი ჩხრეკისას ამოიღო ტელეფონი და ქურთუკი. პროცესზე ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ხარატიშვილის დარბაზში ვალერი თეთრაშვილის ჩვენებას თხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სინდისის პატიმარი დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა, მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ ის მას პირდაპირ უყურებდა. შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელია ბატონი ვალერი? ახალი პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგით, მადლობთ. იცით რა მაინტერესებს, როცა ჩამოიყვანეთ უკვე თბილისში ბატონი ვალერი? დიახ. ჯერ დაუბრუნდით. რომელი არის აბა ბრძანეთ? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი. მიღებულია პასუხი. პროცესზე ხარატიშვილს კითხვა სინდისის პატიმარმა ჯანო არჩაიამაც დაუსვა. მან მოწმე პოლიციელს კითხა, თუ რატომ არ იცოდა ოჯახმა მისი დაკავების შესახებ და რატომ არ მისცეს ძალის განხორციელების უფლება. რატოა ეს ტყუილები საჭირო, რომ იძახით, რომ შევატყობინეთ გოგომ და ოჯახმა იცოდა. როდესაც არავინ არ იცოდა, მე სად ვიმყოფებოდი. დილას გოგო გავიყვანე სამსახურში დავტოვე,
სახლის ჭიშკრიდან ამყვა მანქანა, დამდებდა მთელი დღე. აკონტროლებდნენ. მაგასაც ხედავდი. მაგრამ მე ხوار მივიდოდი იქ და ხوار ვეთყოდი რატო დამდებთ, ვინ ახართ, რა ხართ. ისევ გოგოს სახში მოყვანის შემდეგ სამსახურში რომ დავტოვეთ, მოვედი სახში, დამირეკეს პოლიციის განყოფილებიდან გამომძიებელმა. ჩემს ჰქონდა რაღაც პრობლემა და გამომძიებელმა დაურეკა იგივე ტყუილის სახით, მიგვიტყუეს პოლიციასთან. რომ ხელია საბუთებზე მოსაწერიო. პოლიციასთან მანქანა არ ყავდა გაჩერებული, რომ მანქანიდან გადმოგვიყვანეთ. ჩემი ბიჭიც დაკავებული ყავდა სხვათა შორის. და თქვენი ძახით მარტო დავაკავითო. ჩემი ბიჭი რა შემთხვევაში რატო დააკავეთ? არ ვერ ხვდები რაზე გაქვთ საუბარი ხა. მე თქვენი ბიჭი მარტო იყავით პატრიცებულო. მარტო როგორ ვიყავი მანქანაში ვისხედით მე და ჩემი ბიჭი. შემიძლია იმ გამომძიებლის სახელი და გვარსაც გავიგებ, ვინც დაგვიბარა იქ მოტყუებით მიგვიყვანეს, არადნაირ საბუთებზე არ იყო ხელი მოსაწერი, უბრალოდ პოლიციასთან რომ გამოვცხადით, მანქანას აპარკინგებდი და პარკინგებაც არ მაცალეთ, რომ მანქანიდან გადმოგვიყვანეთ. ჩემი ბიჭი სხვა მანქანაში ჩასვით, მე სხვა მანქანაში ჩამსვით. 11-ვე დაკავებულს ბრალის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გუფურძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლის სასჯელის სახეთ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს წარდგენილ ბრალდებას არც ერთი მათგანი არ აღიარებს.